ქალბატონო გიული მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. თქვენ წინ არის გაფრთხილების დოკუმენტი, რომელსაც თქვენ ბევრი დრო გქონდათ, ბოდიშს გიხდით, რომ გვიან შემობრძანდით. ბევრი დრო გქონდათ და გაცნობილიც იქნებით. გთხოვთ მოაწეროთ მას ხელი. ეს არის გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ განზრახ ცრუ ფაქტების და ინფორმაციის მოწოდება ისჯება სისხლის სამართლის წესით, ასევე კითხვებზე უარი ან კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება. გთხოვთ მოაწეროთ ხელი თუ შეიძლება ამ დოკუმენტს და ჩვენ გამოგიყოფთ მკაცრად 10 წუთს იმისთვის, რომ თქვენ გითხრათ თქვენი სათქმელი თქვენი მხრიდან, გვისმენს საზოგადოება ლაივში გადაიცემა ეს ხდომა თქვენ იცით, ამიტომ რასაც იტყვი ზუსტად ისე გაიგონებს მსმენელი, ამიტომაც ქრონოლოგიურად რომ მოყვეთ და გასაგებად და ჩვენც რომ გავიგოთ, რომ შემდეგ დავსვათ ინფორმირებული კითხვები. ეკრანი გამოირთვება, ვინაიდან ის ფოტოები, რაც ტრიალებდა ეკრანზე, ვალერი შოშიაშვილის საქმეს ეხებოდა და თქვენ გააგრძელეთ მუშაობა, არაუშავს, ქალბატონი გიული შეუდგება უკვე საუბარს. გთხოვთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენი საქმე, ჩემი ძმის საქმე, უბრალოდ საკმაო ინფორმაციას მოიცავს. თქვენი ძმის გვარის სახელიც თქვით თუ გიორგი ავალიშვილი. დიახ. რომელიც დღეს საძანდება. გარდაცვლილია. რომელიც გარდაცვლილია. ეს ჩვენ ვიცით თქვენი განცხადებიდან, მაგრამ მე კითხვებს ხანდახან იმიტომ ვსვამ, რომ მე კი ვიცი, მაგრამ სხვამაც გაიგოს. ესე იგი დღეს თქვენ აქ ბატონი გარდაცვლილი გიორგი ავალიშვილის ნაცვლად ხართ მოსული, რომ მის შესახებ გვიამბოთ, ხომ ასეა? მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორ რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება და შემდეგ ციხეში ფაქტობრივად წამებით მოკლა. ყველასთვის კარგად არის ნაცნობი 2011 წლის მაისის ამბები და ჩემი ძმის საქმე ზუსტად ამას ეხება. ვიცით, რომ 26 მაისი როგორ სისხლით ჩაახშვეს და მეორე დღიდანვე დაიწყო უკვე დაპატიმრებები. და ვერც ჩემი ძმა ვერ ასცდა ამ რიცხვს, რომ დაპატიმრებულთა სიაში მოხვედრილიყო. და ეს ყველაფერი მოხდა როგორ? ჩემ ძმას ყავდა მიკროავტობუსი. და მიკროავტობუსით აი ამ მაისის დღეებში, როცა მიმდინარეობდა დემონსტრაცია, საგარეჯოდან მომიტინგეები გადმოხავდა. რა თქმა უნდა, გარკვეული ანაზღაურებას აძლევდნენ. 26 მაისს როცა მოხდა დარბევა, მაშინ არ ყოფილა. მაგრამ როცა დაიწყო ეს დაპატიმრებები, ჩემ ძმასაც მიადგნენ და ძალიან მალე სხვათა შორის 7 ივნისს უკვე დააკავეს. და დაკავება მოხდა, რა თქმა უნდა, პროვოკაციულად, რომ ჩემი ძმა არაფერში არ იყო დავნაშავე, მაგრამ პროვოკაცია მოუწყვეს. და ეს პროვოკაცია რას ითვალისწინებდა? წინა დღისით 6 ივნისს საგარეჯოში მოვიდა ვინმე ქალი, დედოფლის წყაროს სოფელ საბათლოში მცხოვრები, მარინა ჩოუშიანი და მას კიდევ მამაკაცი ახლდა თან და მარშრუტკების გაჩერებასთან მივიდა ეს ქალი და თხოვლობდა ჩემი ძმის ტელეფონის ნომერს და მასთან შეხვედრას. იქვე იყო რომელიმე მძღოლი და იმის საშუალებით დაუკავშირდა ჩემ ძმას და სთხოვა შეხვედრა. შეხვდა ჩემი ძმაც იმ მამაკაცთან ერთად, ისაუბრეს. საღამოს სახლში მოვიდა ჩემი ძმა და გვეუბნება გახარებული, რომ სამსახური ვიშოვეო. და ხო დავინტერესდი მეც, ვემეთქი სად რა სამსახური იშოვე და ტურისტული ფირმა არისო და ერევნიდან უნდა მგზავრები გადმოვიყვანოთ ტურისტები. და როგორ მეთქი, ცოტა ვერ იყო იმისი მარშრუტკა, ასე ვთქვათ, წყობაში კარგად და იმ წუთში შევეკითხე, რომ როგორ მეთქი, აბა მარშრუტკით რანაირად და კიო, მეც ეგუთხარიო და ასე მითხრა ამ ქალბატონმაო, რომ თანხის ნაწილსო წინასწარ მოგცემთ და მე როცა რაც იქნება გადასახადი, იმაში გამოგივრით იმასო. და შეხვედრა ჰქონდა დათქვეს მეორე დღისით, უნდა შეხვედროდნენ
და შეხვდნენ კიდევაც ჩემი ძმა საერთოდ ვერც ფიქრობდა თუ ეს პროვოკაცია იქნებოდა, ის გახარებული იყო იმით, რომ სამსახური ვიშოვეო. დილით ადგა, სანამ სკოლაში წავიდოდი, მე გავაცილე, სხვათა შორის მის დღემში რო არ მithქვამს იმისთვის, რომ ბედნიერ გზაზე იარე, იმ დღისით უთხარი. რაღაცა თითქოს გული მიგრძნობდა რაღაცას. წავიდა იმ დღეს და აღარ მოსულა ქალბატონო თია სახლში. ძალიან ემოციურად ვარ ამ მომენტებს, როცა მიხსენებ. შევხვდნენ თბილისში, თაღლაურა რესტორანის წინა პერიმეტრზე. ეს ქალბატონი ჯერ წინასწარ აღიჭურმა ვიდეო თვალით ყველაფრით, რომ მომხდარიყო ჩემი ძმის დაკავება. და წინ დაუდეს ფურცელი სასაქონლო ზედნადების. ხა ჩემი ძმა აზრზე არ იყო, რა სასაქონლო ზედნადები იყო და რაზე უნდა მოეწერა ხელი, ან როგორ უნდა შეევსო. თვითონვე უკარნახა ამ ქალბატონმა რა უნდა ჩაეწერა იმ ფურცელში და 1000 ლარი უნდა მიეცათ ეს მარშრუტკისთვის, რომ ხელი შეევლო. და ეს თანხა რომ გადასცა ამ ქალბატონმა, ჩემ ძმას არ დაუთვლია და არაო დათვალეო. და აი ამ დათვლის პროცესში დაადეს ბორკილები. საერთოდ ჩემი ძმა აზრზე არ იყო და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მაინც ვერ მიხვდა რა დანაშაული ჩაიდინა. წაიყვანეს თელავში გადაიყვანეს და ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია საკმაოდ დაიგვიანა, რომ აღარ მოვიდა კი ვშფოთავდი რატო აღარ მოდის მეთქი და მე გამომძიებელს დაერეკა ჩემ ბიძაშვილთან და ეთქვა რომ თელავში არის ფინანსურ პოლიციაშიო. ძალიან შევშფოთით, იმიტომ რომ მე ვიცოდი ჩემი ძმა ისეთი პიროვნება იყო, რომ ჭიანჭველას ფეხს არ დაადგავდა და ფინანსურ პოლიციასთან რა კავშირი უნდა ჰქონოდა. მე გულმა მიგრძნო, რომ იმ წუთში რაღაცა მოხდა იქ. ამასთან დაკავშირებით, რომ ეხმარებოდა მომიტინგეებს. დავრეკეთ ჩვენ მაშინვე იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც იყო შემოსული და არაფერი არ გვითხრეს, არაო, ხვალ რო ჩამოხვალთ, ყველაფერს აქ გაიგებთო. და მეორე დღეს დილით ადვოკატთან ერთად ჩავედით და ადვოკატი რომ შევიდა და ნახა ის მასალები და რომ დაელაპარაკა, გამოვიდა და გვითხრა რომ ეს არის პროვოკაცია, არავით არის დანაშაული, შენ ძმას არა აქვს სააქო. აი იქიდან დაიწყო შემდეგ უკვე ძალიან დიდი ორომტრიალი, ასე ვთქვათ, ჩვენს თავს. უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ ამ დანაშაულს, ოქმები იყო შედგენილი ამ ქალის მიერ. აქ გამომძიებელი ვანო ერგემლიძე მეორე დღეს ითქო მოიყვანეს სასამართლოში, რომ უნდა დაედგინათ, რას მიუსჭიდნენ იმ მომენტში და ჩვენ უკვე ვიყავით მზად, რომ გირაოს გადავიხდიდით. და ჩემმა ძმამ თვითონ მითხრა, სანამ სასამართლო დაიწყებოდა, რომ გამომძიებელმა მითხრა, რომ შენ უკვე ამ კვირაში ამ ქალის მიერ მეშვიდე მძღოლი ხარ კახეთიდანო. და გამოდის, რომ ყველა მძღოლი, ვინც კი წამოიყვანა დემონსტრაციები, ყველა იყო როგორი იყო ეს ქალბატონი? მარინა ჩუვოშიანი. ჩუვოშიანი? კი. დიახ, მარინა ჩუვოშიანი. აგენტ პროვოკატორი სამართალდამცველების ხელში, კი ბატონო. დიახ. და შევთავაზეთ ჩვენ გირაო, არანაირი გირაო არ მიიღეს და გადაიყვანეს. წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და გადაიყვანეს გლდანის ციხეში. გლდანის ციხის ეპიზოდებს შემდეგ მოვყვები რა ხდებოდა ახლა თელავში. მე მეგონა ქალბატონო თია რომ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობდი. მეგონა რომ ყველგან სადაც ან სამინისტრო იყო და რა იყო, ყველა თავის ადგილზე ასრულებდა პირნათლად თავიანთ ეს როდის გეგონათ 2012 წელს, ჯერ კიდევ 11 წელს? 11 ჯერ კიდევ გეგონათ. კი, მეგონა. ასე გეგონათ? ვფიქრობდი ესე რომ თვითონ ქვეყანა არსებობდა. სამართლიანი ქვეყანა, მაგრამ მე როცა ჩემი თვალით დავინახე რა ხდებოდა, დიახ. ამის შესახებაც გეტყვით და ვინდოდა რომ გირაო და ამ გირაოთი რომ არაფერი არ გამოვიდა, მე მივდიოდით ხოლმე თელავში, ხო უნდა გვეკითხა რა ხდება, როგორ ხდება. ხვიჩა ბეგიაშვილი იყო პროკურორი და სხვათა შორის ეს ხვიჩა ბეგიაშვილი ხო გრძნობდა რომ უდანაშაულო იყო ის ჩემი ძმა და
ვთხოვდა აი თხოვნაში კი არა მე ხვეწნაშიც კი გადავიდა რომ გეხვეწებითო უთხარით თქვენ ძმასო რომ დამნაშავე ვარო სასამართლო რო იქნება ესი აღიაროსო და რო ვეკითხებოდი რომ რატო უნდა თქვას დამნაშავე არ არის ის დამნაშავე აი თუ არ იტყვისო რომ დამნაშავე ვარო მაშინ 4 წელს მისცემენო და თუ იტყვის რომ დამნაშავე ვარო მაშინ წელიწად ნახევარსო და სათქვენოთ იქნება უფრო კარგათო და გამოვიდა რომ ჩემხარეს იყო თუ საით იყო იმ მომენტში ვერ ახვდებოდი მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი როცა ჩემი ძმა გამოიყვანეს და უკან გლდანის ციხეს გაუყენეს ხვიჩაბეგიაშვილის წინ ვედექი და კითხვებს ვაძლევდი და როგორ ჩავიკეცე და როგორ დავკარგე გონება არ მახსოვს და როცა სასტრაფო გამოიძახეს და პირველი თვალები რომ გავახილე ხვიჩაბეგიაშვილის ცრემლები დავინახე და აი ცრემლებმა მე მაგძრომირა რომ ჩემი ძმა იყო ყველანაირად ალალმართალი და პროკურორი ტიროდა ამას ამბობთ დიახ მე დამტიროდა ფაქტობრივად ასე გამოვიდა იმ მომენტში მაგრამ სხვა მომენტებში მაგასაც აღნიშნავ როგორ იქცეოდნენ ვაჟა მაღრაძე იქ მთავარი პროკურორის მთელავის პროკურორი იყო და ხვიჩაბეგიაშვილი მოადგილე იყო და ვაჟა მაღრაძესთან გსურდა შეხვედრა ცოცხალი თავით არ შევხვდა არ დაგველაპარაკა არანაირად ჩვენ და პირიქით ადვოკატთან საუბარში ვაჟა მაღრაძემ მაღრაძეს ეთქვა ადვოკატისთვის რომ ცელქობდა იმიტომ დააკავესო და მე გავიგეთ რომ თურმე ციხეში ცელქი ბიჭი სახელი ჰქონია ჩემ ძმას მე გავიგეთ ეს ვინ იყო თქვენი ვისაც ვაჟა მაღრაძემ ეს უთხრა გოგი პასიკაშვილი იმ მომენტში იყო გოგი პასიკაშვილი გოგი პასიკაშვილი რომელიც დაადასტურებს ამას ალბათ ხომ რასაც თქვენ და იმისგან მქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ კი ბატონო და კიდევ თელავითში რაც ხდებოდა გადმოიყვანეს ახლა გლდანში და უკაცრავად ადეიშვილთან დაკავშირებით მინდოდა ეს თეზისები მაქვს ბრძანეთ ბოდიში შეგაწყვეტილეთ როცა ვეკითხებოდით რომ რა ხდება როგორ უნდა წარიმართოს საქმე ერთადერთი სიტყვა ჰქონდათ ზემოდან და უკვე რამდენიმეჯერ რომ გამიმეორეს ეს ზემოდან კი ვეკითხებოდი რომ ეს ზემოდან რას ნიშნავს და ბოლოს აღიარეს რომ ეს ზემოდან იყო ადეიშვილი და სხვათა შორის მე ისიც კი გვითხრეს რომ ადეიშვილი რეგულარულად ჩამოდის და აი ამ საქმეებს აქვე სწავლობსო და ალბათ რაც ქონდა ბრძანება მიცემული იმ ბრძანებას ასრულებდნენ თუ არა გადმოიყვანეს გლდანის ციხეში ალბათონოთია მე ამას ციხეს ვერ დავარქმევ აი ეს უკვე იყო ჯოჯოხეთი სადაც ჩემი ძმა მოხვდა იმ დღიდან ჯოჯოხეთში იყო ისიც და ჩვენც ესე ტრიალებდით ამ ჯოჯოხეთში დაიწყო მისი წამება აი სულ რამდენიმე თვეში როგორ შეიძლება ჯანღონით სავსე ადამიანი არაფერი რო არ ჰქონდა მხოლოდ სტენდი ჰქონდა გულზე გაკეთებული და ყველანაირად ჯანმრთელი იყო რამდენიმე თვეში ფაქტობრივად აღარ იყო ეს და ის თვეები რაც დატოვეს ციხეში ეს იყო აი უსაშინლესი სიტყვას ვერ ვპოულობ რო ვთქვა რა მდგომარეობაშიც ის იყო რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ცემით პაემნებზე რო ხდებოდი შეხვედრებზე სახეზე არაფერი არ ეტყობოდა და სახეზე ხო არ ასწევდნენ ესწევდნენ გვერდებში რომ თირკმელები გაეთიშა რამდენიმე თვეში თირკმელები საერთოდ აღარ ჰქონდა დიალეზზე იყო არც აი პაემნებზე რო ან დაგველაპარაკა უფლება არ ჰქონდა იმისი ვერც მე ვეუბნეოდი ვერაფერს და ვერც ის ყველა შეხვედრაზე ერთი და იგივეს მიმეორებდა მომკლავენ სულ მაგას ამობდა მომკლავენ არსად არ წახვიდე არსად განცხადება არ დაწერო თორე მომკლავენ მაგრამ მე მაინც ვწერდი განცხადებებს და ითხოვდა კიდევ გადაყვანას ოღონდაც აქედან გადამიყვანეთ აი ისე მემუდარებოდა იმისი თვალები ეხლას თვალწინ მიდგა მეხვეწებოდა მემუდარებოდა ოღონდაც აქედან გადამიყვანეთო სამჯერ დავწერე დავით ჭაკუას სახელზე საჯელახსოვრობის დეპარტამენტის სახელზე განცხადება საერთოდ განხელულიც კი არ იყო ის ჩემი განცხადება აი საერთოდ რეაგირებაც არ იყო რომელ პასუხზე იყო ლაპარაკი და განწირული ყოფილა თურმე მე მაშინ არ რას ვიგრძნობდი და რას გავიგებდი რომ სასიკვდილოდ იყო განწირული რომ სამაგალითოდ უნდა დაესაჯა
ჩემი ძმა რომ მე სხვისთვის ის ყოფილიყო მაგალითი ეს უდანაშაულო ადამიანი აი ეს მდგომარეობაში ყავდათ იმცეთ უბრალოდ ახლა დღეს სურათები ვერ წამოვიღე რომ მეჩვენებინა როგორი შევიდა და როგორი გამოვიტანეთ იმ რამდენიმე თვეში იმდენად შეეცვალა გარეგნობაც კი რომ ვერასწრობდნენ იყო იქ რამდენიმე საგარეჯოელი პატიმარი და თვითონვე თქვეს რომ ვერ ვიცანითო და ოდეში რამდენი წლის იყო თქვენი ძმა 45-ის 46-ის ციხეში გახდა არ იყო ოჯახი არ ჰქონდა და საოჯახებელი იყო ერთ-ერთი საგარეჯოელი იყო სამწუხაროდ ეს პიროვნება გარდაიცვალა მე თვითონ მითხრა ამ პიროვნებამ რომ სადაც აი უნდა გაიყვანონ თურმე ოთახში ადვოკატთან შესახვედრად აი იმ ოთახში შეხვედრია და იმას ვერ უცვლია ჩემი ძმა გარეგნულად და ჩემ ძმას უცვლია და უთქვამს და ამ დროს კიდევ დაპატიმრებული იყო ისევ 26 მაისის ამბებთან გიორგი გვარიაძიშვილი ზედმეტსახელად ცუგოთი იყო ცნობილი და ჩემ ძმას უთქვამს ამ საგარეჯოელისთვის რომ ცუგოს გადაეცით ისე ვარ ნაცემიო რომ კაცურად ვკვდებიო და ეს ცუგო კი გაათავისუფლეს მაშინ ის გადაურჩა ამ ყველაფერს მაგრამ ჩემი ძმა რაც გადაურჩებოდა როცა უკვე ისეთ მდგომარეობამდე იყო მისული რომ ისი არანაირი გადარჩენა არ შეიძლებოდა 2011 წლის 24 ნოემბერს უკვე ისეთი ავადმყოფი იყო რომ პირდაპირ გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში ვითომ 2 დღე ყავდათ იქ ჩაუტარეს მკურნალობა გამოკვლევები და არაფრის არ მჯეროდა მე ვითხოვდი ამ საბუთებს და კი მაძლევდნენ იმ ქაღალდებს მაგრამ იმ ქაღალდებში რა ეწერა იქ არაფერი სიმართლე არ იყო უკვე მაშინ დავწმუნდი მე ისევ დააბრუნეს მე-18 განყოფილება სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში მაგრამ აი ამ პერიოდში მოხდა ძალიან დიდი რამ ჩემი ძმის თავს აი მხოლოდ ეს მოასწრო რომ მოეყოლა როცა გამოვიტანეთ ასე ვთქვათ რომ ბევრი მაქვს მოსაყოლიო და აი ეს რაც მომიყვა მე რამის შეხვედრის დროს 29-ში ესე მომწერეს მე მაგრამ ის სიმართლე იყო თუ არა ვინ იცის 30 დეკემბერს ვიყავი მე მივიტანე ტანსაცმელი რომ მივიტანე იქ კი მიიღეს შეაგზავნეს მაგრამ გავიხედე და ისე უკან გამომიგზავნეს რომ არ არის პატიმარი ადგილზეო აი რა მდგომარეობაში უნდა ჩავარდნილიყავი რომ პატიმარი ადგილზე არ არის და კაცი შვილი არავინ ვის რა უნდა უთხრა ვინ გაქცემს პასუხს ერთადერთი ვინც იბარებდა იმ ტანსაცმელს ვეკითხები რომ ვიღაცას ხო უნდა შევეკითხო რომ რას ნიშნავს პატიმარი ადგილზე არ არის ეს მე-18-ში მიიტანეთ თუ უკვე მერვეში არა ტანსაცმელს სადაც იბარებდნენ და მე ხო არ ვიცი რომ მე ჩვენ ოჯახმა არ ვიცი არც იცოდით სად მაგრამ გლდანში მიიტანეთ კი სადაც მიმქონდა ხოლმე ჩვეულებრივ კი იქ მივიტანე სპეციალური ოთახი სადაც იბარებდნენ იმ ტანსაცმელს და მე ჩვეულებრივ ჩავთვალე როგორც ადრე მიმქონდა ხოლმე მაგრამ უკან გამომიგზავნეს რომ არ არისო გამოვედი დავდექი ვტირი და რა გავაკეთო არ ვიცი აი ვის მივმართო არავინ კაციშვილი პასუხის გამცემი არ არის ვინც იმ ტანსაცმელს იბარებდა და ის ოთახი იყო და იქ იყო პასუხისმგებელი პიროვნება იმასაც შევეკითხე და არაო მე მაგასთან შეხება არ მაქვს არ ვიციო წამოვედი ესეთი აი რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყავი და დაველოდე ისევ მოვლენებს რა ვიცი რა იქნებოდა და რას ველოდებოდი ისიც არ ვიცი ყველაზე დიდი უბედურება ის იყო რომ აი იმ დროს ჩემი ძმა იყო მორგში და როცა მომიყვა ეს ამბები მე დავაკავშირე ესენი ერთმანეთთან მორგში იყო მორგში ჩამიყვანესო და რამდენი ხანს ვიყავი იქ მე არ ვიციო მე ვიღაც შემოვიდა და სინათლე აანთო და სინათლე რო აენთო მე შევიშმუშნეო იმ სიტყვას ვიმეორებ ზუსტად შევიშმუშნეო და უთხარიო რომ როდემდე უნდა ვიყო აქო და ამის შემდეგ ამოუყვანიათ მთლად შიშველი ესეც დადასტურდა მე მივხვდი იმიტომ რომ როცა ჩემ ტანსაცმელს ნაყიდს ვაგზავნედი და უკან ხო ის უნდა გამოეგზავნა და აი შემდეგ რომ მივედი სულ სხვა ტანსაცმელი გამოვიგზავნა და რო აუყვანიათ პატიმრები გაკვირვებულები ყოფილან რომ როგორ შენ ცოცხალი ხარ ესევო
და პატიმრებს მიუციათ ეს ტანსაცმელი და აი ამის შემდეგ შეუცვალეს საკანი. მერე უკვე რომ მივედი სხვა საკანში დამიხვდა. და ცოცხალმკვდარი ალბათ ნაცემი ამას რაღა ფიქრი და თქმა უნდა რომ ალბათ ეგონათ რომ მოკვდა თუ სპეციალურად იყო ამ მდგომარეობით. ეს როდის გითხრათ? მან თქვენ ჩემს მას გადაუვადეს, ვითომ გადაუვადეს, მაგაზეც დიახ, გეტყვით. თუ შეიძლება. კი, ექსპერტიზა, ჩემი ძმის დაავადება შედიოდა აი იმ ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებს გათავისუფლებას გამოჯანმრთელებამდე, გადავადებას. დიახ. ეს იყო თირკმელების მწვავე უკმარისობა, მეხუთე სტადია, ტერმინალური, რაც უკვე სიკვდილს ნიშნავს და იმას დათვლილი აქვს ის დღეები. ჯერ დავიწყე ბრძოლა. რომ იტყვიან რკინის ქალამანი ჩავიცვი, სად არ მივედი ქალბატონოთია, ვის არ მივმართი, აი სულ ჩამონათვალი მაქვს გაკეთებული, რომელ სამინისტროს, რა თქმა უნდა, ვისაც ეხებოდა ამ ყველაფერში. არ ვიცი, აი ასე მგონია, თითქოს ყველა დაყრუებული, ყველა არავის არაფერი არ ესმოდა და არ უნდა გაეგონა. ვიხვეწებოდი, რომ ძმა გადამირჩინეთ მეთქი. კაცი შვილი პატრონი. არავინ არ იყო, არავინ პასუხს არ ამცემდა. მიღებაც კი არ უნდათ, რომ მივეღეთ მე. ბოდიში ქალბატონო ჩაგიკითხებით. ეს უწყებები გასაგებია და სახალხო დამცველი მაშინ გიორგი ტუღუში იყო მიმართეთ. კი, მივმართე და არანაირი რეაგირება არ ქონდა? საერთოდ წარმოებაში პასუხი გამომიგზავნეს, რომ წარმოებაში არ მიიღეს ჩემი ის წერილი, რომ არ ექვემდებარებაო სახალხო დამცველსო. ანუ ჩემი საქმე არ არისო, პატიმრის უფლებებიო სახალხო დამცველმა გითხრათ გიორგი ტუღუშმა. გაქვთ ეს პასუხი დღემდე შემონახული? ტუღუშის ეს პასუხი გაქვთ შენახული? კი, მაქვს სხვათა შორის, კი. კი, ეს არის აი ნანატრი ევროკავშირის ელჩს და სხვა ელჩებს რომ მიმართოთ, მათი ნანატრი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს არსებული სახალხო დამცველის პასუხი, რაზეც ახლა რა თქმა უნდა არც ერთი ელჩი არ გააკეთებდა კომენტარს, რომ თურმე პატიმრის უფლებები არ ყოფილა სახალხო დამცველის საქმე. მუდმივი კომისია ხომ იყო სასჯელ აღსრულების და ჯანდაცვის სამინისტროსთან და აი იმ კომისიას თან მინდოდა მიუმართე იმ კომისიამ, რომ პასუხი არ გამცა და არ მიიღო ეს ჩემი თხოვნა, აი ამის შემდეგ მიუმართე ზუსტად სახალხო დამცველს, რომ მიშველე, დამეხმარე, მიშუამდგომრე, რომ ჩემი ძმის ეს დაავადება იმ ჩამონათვალში არის და დამეხმარე, რომ რამენაირად გადავარჩინოთ მეთქი და ესეო არ შედის ჩემს უფლებებში და სხვათა შორის ახლა გამახსენდა დარახველიძე აწერდა ის პასუხისმგებელი პირი, ვინც არის დარახველიძე იყო, ვინც მოაწერა ეს ხელი. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში და ჩვენი ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არ მიიღეს და იმ დასკვნაში ეწერა, რომ ეს თირკმელების ეს ტერმინალური უკმარისობა შედიოდა რომ იმ ჩამონათვალში და გადავადებაში. არ მიიღეს. მერე როცა უკვე მიხვდნენ, რომ ჩემი ძმას სააქაო პირი კი არა, საერთოდ სიარულიც აღარ შეეძლო, მერე თვითონ ჩაუტარეს. და თვითონ რომ ჩაუტარეს, მაშინ ჰქონდათ უფლება, რომ პატრონისთვის შეეტყობინებინათ. რომ მოდითო, სადაც წავიყვანს და რასაც გაუკეთებთ, ფული თქვენ უნდა გადაიხადოთ. მელიას კლინიკაში მიიყვანეს, გულზე გადაუღეს და ჩვენ გადავიხადეთ და უროლოგიის ცენტრში მიიყვანეს და იქ გაუკეთეს ის ეხოსკოპია, რაც იყო საჭირო, იქაც ჩვენ გადავიხადეთ ფული. და მე თვითონ რო ჩაატარეს და დარწმუნდნენ, რომ იმ სამხარაულმა იგივე დასკვნა დადო 2012 წლის 15 მაისს საღამოს მირეკავენ, რომ თავისუფალია გადაუვადეთ სასჯელი და წაიყვანეთო. მაგრამ ეს სიტყვა წამოყვანა არ იყო ქალბატონოთეა, ეს იყო წამოხება. როცა ჩემი სიძე მივიდა ეზოში შემოიყვანეთ მანქანაო, კი შეიყვანა. პირდაპირ კიბეებთან მოიყვანეთ მანქანაო. როგორც უნდა ჩამოსულიყო, რომ იმ კიბეებიდან პირდაპირ მანქანაში ჩაესვათ. მე არ ვიყავი, ჩემი სიძე და ჩემი დაიყვნენ იქ და რო გამოეყვანათ გვერდე აი ორივე მხრიდან იმ ბადრაგებს ფაქტიურად ხელით მოიტანეს და ჩემ სიძეს გამწარებულს რო დაენახა, ეთქვა რომ ეს ის არ არისო, ჩვენი არ არის ესაო, თუ არ მოგწონთ, მაშინ უკან შევაბრუნებთო. პასუხი იყო ეს. წამოიღეს ფაქტიურად. მხოლოდ 3 ვერ დადიოდა? გონზე იყო? კი, გონზე იყო.
როდის გარდაიცვალა? 19-ში გარდაიცვალა. რასაც გამოუშვეს და იმიტომ გააკეთეს, რომ იმ სიას არ მიმატებოდა. კი, ამას დაარქვა ბევრად ადრე ვიდრე 2012 წელს მაშინდელმა სახალხო დამცველმა აკრძალება ოზარ სუბარმა სიკვდილის ექსპორტი, რომ სტატისტიკა არ გაბევრებული იყო. ტერმინია. ტუღუშმა დაარქვა ამას სიკვდილის ექსპორტი, ხო რაღაცა გაუკეთებია იმ კაცს, ეს აუცილებლად მოხდება ჩვენ დასკვნაში. თუმცა ციხეებზე ზრუნვით ის არ გამოირჩეოდა. სიკვდილის ექსპორტი გულისხმობდა ამას იმ ახალგაზრდებისთვის განმარტავ, რაც რომელმაც შეიძლება არ იცის და დღეს რა სიტყვას თვითონ ვერ გაუგია. როდესაც პატიმარი, როგორც ქალბატონი გიულის ძმა, ამ შემთხვევაში ბატონი გიორგი ავალიშვილი უკვე იყო გარდაცვალებასთან ახლოს, იმიტომ რომ ცემდნენ და სასიკვდილოდ იმეტებდნენ. მათ არ აწყობდათ, რომ ეს სტატისტიკაში ასახულიყო და არ უნდათ, რომ ამერიკის მიერ, დასავლეთის მიერ, დემოკრატიის შუქურად შერაცხულ სააკაშვილს ციხეში ჰქონოდა მაღალი სიკვდილიანობა. ამიტომ არსებობდა ასეთი მეთოდი, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით ადრე ურეკავდნენ ოჯახს და ეუბნებოდნენ, რომ გათავისუფლებულია და წაიყვანე და ის ადამიანი რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში იღუპებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას და ეს სიკვდილი არ ეთვლებოდა ციხეს. აი ამას ერქვა და ეს ჩვენს დასკვნაში აუცილებლად იქნება სიკვდილის ექსპორტი. ეს მახასიათებელი იყო ჩვენ აქამდე საჯაროდ არ განგვიხილავს ისეთი საქმე, რომელიც სიკვდილის ექსპორტს ეხება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დღეს ჩვენამდე ამ ფორმით მობრძანდით და განვიხილეთ, თორემ განცხადებები, რა თქმა უნდა, ამის თაობაზეც არის. ბატონი სოზარი, მადლობა რომ შემისწორეთ და ბრძანეთ. ფრაზას კი არ პატარა ინფორმაციას დავამატებდი, მაინც მსმენელისთვის ამ შემთხვევაში. საშუალოდ ყოველ 10,000 კაცს ეკდებოდა დაახლოებით 65, 10,000 პატიმარზე 65-70 პატიმარი. ხა 25,000 პატიმარზე ეს უკვე 140-150 კაცის ფარგლებში იყო, ეს რაც ოფიციალური იყო. საშუალო ევროპული მაჩვენებელი 20-30-ის ფარგლებში მერყეობს და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ ეს მაჩვენებელი ჯერ ჩამოვიდა 20-ზე დაახლოებით ყოველ 10,000 პატიმარზე, ეხლა 20 არის ჩამოსწნელი დაახლოებით 15-ის ფარგლებში არის ქალბატონი. ნაკლები. 10-ს არ შორდება არც ერთ წელს, ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, ამასაც დასკვნაში ავსახავთ. მაქსიმუმი 10-იც ძალიან ბევრია ხოლმე. და ეს რატო არის? იმიტომ რომ ჯერ განიტვირთათ ციხები, მიუხედავად იმისა, რომ უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი ოდენობაც ბევრია, რაც არის ციხეში. 2.5-ჯერ ნაკლებია. მაგრამ 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მაშინ იყო და პატიმრებზე მიდის მზრუნველობა. ეხლა ადამიანი ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი ტრაგედია არის ამავდროულად, მაგრამ ეხლა იმას რომ საერთოდ არ უნდა მოკვდეს არავინ, ამას ვერავინ ვერ უზრუნველყოფს, სოფლის ვერცერთ ქვეყანაში პატიმრებს შორის გარკვეული დანაშაულით შეიძლება მოხდეს, ავადმყოფობა არის, მოულოდნელობა არის, მაგრამ თლიანობაში ეს არის შემცირებული ძალიან კვეთრად. ჯერადად თქვა 6-ჯერ შემცირება გამოდის, ხო? ანუ 600%-ით და ეს რომ სიკვდილის ექსპორტიც, რომელიც მართლა არის გიორგი ტუღუშის მიერ შემოღებული ტერმინი, დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც ნიშნავდა ტერმინალურ მდგომარეობაში ავადმყოფების გაწერას, რომ ციხეში კი არ მომკვდარიყო სამოქალაქო სექტორში, რომ ეს იმ სტატისტიკაში არ ასახულიყო. ამ შემთხვევაში ეს რიცხვი იქნებოდა გაცილებით დიდი, გაცილებით შეიძლება 2-ჯერ და 3-ჯერ დიდიც. მით უმეტეს უდანაშაულო ადამიანი, რომელიც შემთხვევით იყო პატიმარი, გიორგი ავალიშვილზე ვსაუბრობ და თქვენ გქონდათ 3 დღე თქვენს ძმასთან, რომელიც სიკვდილის პირას იყო. ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლეო. რისი თქმაც მოასწრო არის ის, რომ ის ცოცხალი მორგში ყავდათ მიცვალებული. ჩათვალა. ვერც ხვდებოდით შეგაწყვეტინეთ ქალბატონო თია, იმიტომ რომ დიალეზზე დაგვყავდა, იქ რამდენი საათი იყო და ფაქტობრივად აი რა ვიცი, რამდენი შეიძლება ითქვას, რამდენიმე საათი ვიყავით ერთად იმ 3 დღის განმავლობაში.
კიდევ რა გიამბოთ? ან მორგში ყოფნის დეტალები ხომ არ გიამბოთ? რაც გითხრათ ყველაფერი რომ გადმოგცეთ თუ შეიძლება, რისი თქმაც მოასწრო. მორგში რომ იყო იქ ალბათ გათიშული იქნებოდა და ალბათ რაც იცოდა ის გითხრა მორგთან დაკავშირებით. გონებაზე არ იქნებოდა. რა მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მორგი არის ხანდახან цаრიელიც მორგია, მაგრამ იქ არავინ არ არის და ხომ არ უთქვამს იქ იყვნენ ცხედრები იყო მასთან ერთად. ეგ არ გახსოვთ. მაგის შესახებ არაფერი. მაგრამ მორგი რომ იყო ნამდვილად იცის. კი, თვითონვე თქვა, იმიტომ რომ აიყვანეს თლად შიშველი ვიყავიო და ბიჭებმა ჩამაცვესო. აი მის სიტყვებს. კიდევ რა თქვა, სხვა რამე ხომ არ გახსოვთ, რაც გიამბოთ. ცემის შესახებ ხომ არ მოუყოლია? ცემის შესახებ იმას რო არ ეთქვა, ჩვენ ხო ხედავდით. რას ხედავდით თუ შეიძლება რო გითხრათ? აი ყოველდღიურად უკან მიდიოდა ყველა მისვლაზე კი ხედავდი სახე ყველაფერი მაგრამ ხო ხედავდი როგორი იყო თუნდაც საუბარში ფიზიკური ზეწოლაც ხო ჰქონდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ჰქონდა ექიმებიო ესე მეუბნებიან რომ გაგიჟდიო და მე არ გავგიჟებულ ვარო ძალიან კარგ ჭკვაზე ვარო და ეთყობა შიგნით იქ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში რომ იყო იქ ეუბნებოდნენ ეთყობა რომ გაგიჟდიო და მე ძალიან კარგ ჭყვაზე ვარო და საუბარიც არ შეგვეძლო ვერაფერზე ვერ ავსაუბრობდით იმიტომ რომ შიში ჰქონდა იყო მაგრამ სახლში რა ის რამდენიმე საათი რაც დაყო კიდევ რამე ხომ არ მოუყოლია კვებასთან დაკავშირებით თავიდანვე ამბობდა ხოლმე რომ კი ძალიან კარგი კვება არისო და მე კვებასთან დაკავშირებით ამბობდა რომ საერთოდ ახლოს ვერ მიეკარებოდი იმ საჭმელსო და ამას კიდე დიალეზი რო ჰქონდა თავისი განსაკუთრებული საჭმელები უნდოდა მაგრამ ვინ მიშვებდა აი ზუსტად აი ეს არის ჩემი ძალიან დიდი ტკივილი ღუდუშაურის კლინიკაში რომ ხავდათ 2-3 კვირა ხავდათ იმიტომ რომ ძალიან მძიმედ იყო ხო შემეძლო როგორც პატრონს რომ იქ მაინც მიმეტანა ის საჭმელი რაც შეიძლებოდა დიალეზზე მყოფი ავადმყოფისთვის ყოფილიყო კალიდორში აი სადაც იწვა იმ პალატაში კალიდორში რომ გამევლო იმის შიშიც კი მქონდა სულ ბადრაგებით იყო იქაურობა სავსე და თუ ვინმე მიცნობდა არ უნდა გამევლო იქა გავალაც კი არ შემეძლო რომ აი შორიდან თუ კარები იქნებოდა ღია რომ შორიდან დამენახა ჩემი ძმა რომელ საჭმელზეა საუბარი მაგრამ ეხლა მინდა აღნიშნო აი ხელისუფლების მეთაური რომელსაც საკუთარი დედა აწვდის საჭმელს ხო სააკაშვილზე ამბობ? დიახ, სააკაშვილზე ვამბობ. დედა აწვდის საჭმელს, როცა არ ეზარება კი. და როგორ მე არ შემეძლო, რატომ მე არ მომცა იმის უფლება, რომ მეც მიმეტანა ჩემი ძმისთვის და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო. აი ცალკე მიმართვა მინდა გავაკეთო მაგასთან დაკავშირებით ბოლოს შეჯამების სახით. არანაირად არ გვაძლევდნენ არანაირ უფლებას. მერეც კვირაში 3 დღე დახავდათ ღუდუშაურში და მერე გაგუას კლინიკაში დიალეზზე. იქაც არ შეგვეძლო, აი ახლოს მიკარება არის უფლება არ აქვს. ეზოში ვიდექით და უნდა დაგვენახა მანქანიდან რომ ჩამოიყვანდნენ სიარული რო არ შეეძლო პირველ სართულზე იყო და ერთი სართულით ლიფტით ჩახავდათ. და იქაც ყოველ კვირაში 3 დღე ვხედავდი რომ ჩემი ძმა ხელიდან მეცლებოდა მაგრამ შველა არ შემეძლო ქალბატონო თია და რატო არ შემეძლო ხო იყო ქვეყანა ხო უნდა ყოფილიყო სამართალი დავიწყე ბრძოლა დავიწყე მაშინვე სრულიად შემთხვევით გავიგეთ ჩვენ ოჯახმა როცა ის ავადმყოფოში მოათავსეს ქუჩაში გავიგე მე და მე კი აღნიშნე იქ რომ რატომ მეთქი და ეს არ შედის ჩვენს კომპეტენციაშიო და როგორც კი გავიგეთ, კი წავედით მაშინვე, მაგრამ რას ვაკეთებდი, რის გაკეთების საშუალება მქონდა, ერთადერთი შემეძლო დამეწერა განცხადება. დავიწყე ხათუნა კალმახელიძით. 2 განცხადება დაუწერე. 22 იანვარს რომ დააწვინეს ღუდუშაურის კლინიკაში 27-ში უკვე დაუწერე. ერთი განცხადება დაუწერე და ვეხვეწებოდი უკვე რომ უკვე გათიშული იყო მისი ეს თირკმელები და როცა გადაიყვანეს მართვის სუნთქვაზე იყო რამდენიმე ხანი. არანაირი პასუხი არ მომევიდა არც ერთ განცხადებაზე. მე ავდექი მეორე განცხადება მივაყარე არც მეორე განცხადებაზე. მე სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელში დავინახე
და იქ მივწერე ეს ჩემი სიტუაცია, რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ მეთქი. და ის კომისია, რომელსაც ეხებოდა და რომელსაც უნდა მოეხდინა ჩემი ძმის ეს გათავისუფლება, ვთხოვდი დახმარებას. მე არაფერი არ მეხება, ის კომისია თვითონ გადაწყვეტავს ვინ არის გასათავისუფლებელი, სოციალური ქსელით მომწერა. ხო არა გაქვთ ეს პასუხი შემონახული სოციალური ქსელით ნაპასუხი? მაშინ მაგდენის გონებაზე ვერ ვიყავი რომ შემენახა. ნეტა შემქონდა შენახული. აი იმის შემდეგ საერთოდ ვერანაირი კონტაქტი ვერ დავამყარი. აი რომ იტყვიან, ყველა იყო შეუვალი და ვერ ავხვდებოდი რატო იყვნენ ესეთი შეუვალები, მაგრამ მე მივხვდი ბოლოს. მე გადავწყვიტე, რადგან ეს მინისტრი ვერ დავიხმარე, დავით ასანთიანთან, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი იყო. თებერვალში დავწერე პირველი განცხადება და 3 მაისს, აი როგორც იქნა, აი რამდენი თვე არის და კაცრავად 3 მაისს ინება, ასე ვთქვათ, ჩემთან შეხვედრა და ისიც შეხვედრაც რას ითვალისწინებდა. რო აუხსენი, რომ აი ჩემი ძმა ესე დღეშია და კვდება და დამეხმარეთ, გავიყვანო, რომ ვაცოცხლო ცოტა ხანი. საღამოს მივფრინავ საზღვარგარეთ, უნდა ვიყო იქ 2 კვირა და 2 კვირის მერე რო ჩამოვალ, მერე მოგხედავ. პასუხი იყო ეს. და მე ამ 2 კვირაში რომ რამე მოუვიდეს მეთქი, მე გაძლევ პირობას, რომ არაფერი არ მოვა. ციტირებას ვაკეთებ პირდაპირ, იმიტომ რომ მაქვს ეს მასალები შენახული. და დავამთავრე ამით, ასე ვთქვათ, რა დაბა 15-ში კიდე გამოუშვეს და რა დადგა სიკვდილი. შევხვდი მის მოადგილეს, მეგრელიშვილს. როცა ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა და ეს ექსპერტიზის დასკვნა მეჭირა ხელში, მაგრამ არავინ პასუხს არ ამცემდა, სად წამეღო და როგორც იქნა ამ მეგრელიშვილმა მიმიღო, შევხვდი, წაიკითხა და აი იმდენად აი ულმობელი იყო ეს პასუხი, როგორც წაიკითხა და მომიტრიალდა და მითხრა, ვერ გადარჩება. როგორია ახლა ძმას დასეუბნები ძმის შესახებ, რომ ვერ გადარჩება. ვერაფერში ვერ დაგეხმარებით. აი ბოდიში ვინ გითხრათ ეს? მოადგილე? მოადგილე, მეგრელი. ესე უფროსმა გითხრათ, რომ გარანტია მოგცათ, რომ არაფერი არ მოვა და მოადგილემ გითხრათ, რომ ვერ გადარჩება. ეს ცოტა ადრე იყო მეგრელიშვილის, რადგან იმან არ მიმიღო, ეს ცოტა ადრე იყო, ხო, როცა ის ექსპერტიზა ჩავატარეთ მარტის თვეში და მაშინ მივიტანე ეს და ვერ გადარჩება, ვერც დაგეხმარებითო და აი რატო ვერ უნდა დამხმარებოდნენ, შეიძლებოდა ადამიანის გადარჩენა, მაგრამ ვის უნდა მიეტანა გულთან ჩემნაირი ადამიანის, ასე თქვა, ჩვეულებრივი მოქალაქის ეს მძიმე ტკივილი. ანდრია ურუშაძეს რამდენიმე წერილი გაუგზავნე, მერე ის შეცვალა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, იმასაც გაუგზავნე. აი არსაიდან, აი როგორი სიტყვებით გადმოიცა, ისიც არ ვიცი, ქალბატონო, აი არსაიდან არ მიმიღია პასუხი და რის ქვეყანა არსებობდა, ვერ გავიგე მაშინ. კი, მივმართე. აი ამ კომისიის ხელმძღვანელი იყო ირაკლი გიორგობიანი, იმასაც რამდენიმეჯერ მივმართე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. კომისია, რო ეს კომისიას ხელმძღვანელობდა. ხან რა, აი ჯანმრთელობის ეს მომიტანე ციხიდან გადაღებული ეს რაღაცებს მეუბნებოდა, ესეც მიმქონდა სხვათა შორის. უდუშაურისა კი ბატონო მიმქონდა და სხვათა შორის აი ესეც მინდა აღვნიშნო, რომ ციხიდან რომ მოვითხოვე ჯანმრთელობის ისტორია რა უნდა მიმეტანა, ეს ჯანმრთელობის ისტორია თვითონ ციხიდან გამოგვატანეს, გამოგვაყოლეს ვიღაც თავიანთი თანამშრომელი ალბათ და ახმეტელის მეტროსთან აი ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ჯიხურში გადავიღეთ ქსეროქსზე. და სხვათა შორის მაშინ ძალიან გამიკვირდა ეს, რომ ეს ჯანმრთელობის აი ისინი არის და რანაირად შეიძლება ციხიდან გამოიტანო და სადღაც ჯიხურში გადაიღო ქსეროქსზე. ჩემთვის რომ მოეცათ ეს მასალები. სხვათა შორის სანდრა რულოვსის ორგანიზაცია იყო მაშინ დედებთან დაკავშირებით და იმასაც კი მივმართე და იმათ მომართეს მე მაშინ როცა ჩემი ძმა უკვე დამირეკეს, როცა უკვე გარდაცვლილი იყო. უკაცრავად მეგრელიშვილთან დაკავშირებით უნდა ვთქვა ეს გამომრჩა. როცა ჩემი ძმა დავასაფლავეთ, აი დასაფლავების ბატონო რა ქვია მეგრელიშვილს, რა ერქვა? ვაიმე, მე მგონი ნიკოლოზი. ეს ზუსტად არ მახსოვს. დღეს ხომ ვერ ხედავთ მას ტელევიზიით ხანდახან ამ მეგრელიშვილს. ცნობთ სახეზე? არა, ერთხელ შევხვდი და მეტი არ შევხვედრი ვარ. და ჩემი ძმა დაკრძალული ყავდა უკვე
და წერილს მიგზავნის, რომ შენ ძმას გადაუვადეთ სასჯელიო. აი ეს პატრონისთვის რა უნდა ყოფილიყო. ეს იყო მე მგონი ძალიან დიდი დაცინვა ადამიანისა. უკვე დასაფლავებული ეს და მაშინ უგზავნი წერილს. ადგილობრივ საბჭოსაც კი მიუმართე. წავიკითხე იქაც რომ ეხებოდა და რადგანაც არ შეახეს ეს განახევრებულზე, მე გადავწყვიტე რომ დამეწერა საჩივარი. ჩემმა ძმამ სასტიკად გამაფრთხილა. როგორც კი შენ საჩივარს დაწერ, იმ წუთში მომკლავენო. აი სულ სანამ ის ციხეში იყო მარტო ეს სიტყვა ტრიალებდა იმასთან მომკლავენ. სულ მაგას გვეუბნებოდა. შეწყალების თხოვნით მიმართა პრეზიდენტს. და იქიდან დადებითი დახასიათება გადააგზავნეს. ეს იყო 15 აპრილს უნდა ყოფილიყო ეს შეწყალება. ელენე თევდორაძეს შევხვდი. ძალიან კარგად მიმიღო სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ეს ჩემი ტკივილი რაც იყო კარგად გაითავისა და მითხრა რომ შეწყალებულთა სიაში არის შეტანილიო, შესაწყალებელთა სიაში არის შეტანილიო. და რა ვიცი, წამოვედი მეც და ხა ველოდები რომ მოვიდეს 15 აპრილი, სანახევროდ მიხარია, ასე ვთქვათ და რომ გამოვედი, მე ვხედავ რომ მესმის ქალბატონო. აი ოთახიდან გამოვიდა ქალბატონი ელენე და დამიძახა რომ ერთი წუთითო მივბრუნდი. ოღონდაც გთხოვთ პროკურატურაში ვინმე ნახეთ. აი იქ კი უკვე გავჩერდი. რომ არაფერი აღარ იქნებოდა. კი ყავდათ სიაში. ოთახში ვერ გითხრათ ეს და თუ მერე გაახსენდა. არ ვიცი, ოთახში არ მითხრა. მე სად შეხვდით ქალბატონ ელენეს? კანცელარიაში, სადაც ჰქონდა კაბინეტი, მან, სადაც იღებდა ხოლმე. მთავრობის კანცელარიაში. კარგი. კი, შეწყალების კომისია. კარგი. ქალბატონო გიული, თქვენ გექნებათ ალბათ ბოდის ვიხდი, ქალბატონო თია, ყველაზე მთავარი. მივედი იქამდე, ბოდის ვიხდი. მიხეილ სააკაშვილს მივმართე 4ჯერ. ნუ თუ შეიძლება ვერც წარმომედგინა, ჩემი არჩეული, ჩემი ძმის არჩეულ პრეზიდენტს აი ესეთი უყურადღებობა გამოეჩინა თავისი მოქალაქის მიმართ. დასაწყისიდანვე ვიფიქრე რომ ეს იყო მართალი და ჩავთვალე რომ მოდი დავიწყებ პრეზიდენტიდან, იმიტომ რომ მართალია და დაბლა ჩამოვალმეთქი ალბათ და გამართლდება. 2011 წლის 28 ოქტომბერს უკვე წერილით მივმართე. ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, უხსნიდი რომ ალალ მართალი ადამიანი იყო და დაევალებინა ვისაც ეკუთვნოდა ეს ყველაფერი რომ შეესწავლათ. სამარისებული სიჩუმე იყო. შემდეგ 2011 წლის 30 ნოემბერს კიდევ მივმართე. აქედანაც ხელმოცარული დავრჩი. და რაღა უნდა გამეკეთებინა ამის შემდეგ და მე დავიწყე უკვე სხვა სამინისტროებში წერილების წერა. როცა უკვე ცუდად იყო 2012 წლის 3 მარტს კიდე მივმართე. ეს უკვე დაავადებული ეს სიკვდილის პირას მისული. კიდე არაფერი პასუხი. 12 წლის 12 აპრილს კიდე მივმართე, როცა უკვე დღეები გააქვს დათვლილი. აი მე მინდა მიპასუხოს, ხომ ისმენს ახლა? რატო? აი რატო მოკლა უდანაშაულო ადამიანი? რატო ამოწყვიტა ერთი ქართული ოჯახი, რომელიც თავისთვის წყნარად მშვიდად ცხოვრობდა და იყო? რატო მომიკლა? აი ამ რეჟიმმა რატო მოკლა? რატო იყო ესეთი რეჟიმი? ეხლა თვითონ იმყოფება ოროთახიან მშვენივრ ვივამედის კლინიკაში. არაფერი არ აკლია. საჭმელიც, სასმელიც, ექიმიც, ყველაფერი. და იმ დედას რომ მიაქვს ის საჭმელი, დედა ჩემსაც მიეტანა და მეც მიმეტანა და ცოცხალი ყოფილიყო ის ჩემი ძმაც, ხო შეიძლებოდა. ძალიან ვარ გამწარებული. ჩემს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ვითომ მიავირჩიე და თან როგორ მიხაროდა გიორგო ბადღესით, რომ დაბადების დღე იყო ჩემი. და დაბადების დღე შემაძულა მე ზუსტად მაგ პიროვნებამ. და კიდევ თვითონაც ფიქრობს და თავის დამქაშებიც ასე ვიტყვი, ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ. სისხლიან რეჟიმს არასოდეს ეგენი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. ან როგორ ითხოვენ, მორალური უფლება გააჩნიათ. რამდენი ადამიანის, უდანაშაულო ადამიანის სისხლი ადევთ მათ ზურგს.
და აი ამ ცოდვებს ალბათ მე ვფიქრობ ვერასოდეს ვერ მოინანიებს. მაგრამ მე პირადად როგორც ჭეშმარიტი ადამიანი მაინც ჯანმრთელობას და დიდხან სიცოცხლეს ვუსურვებ. მაგრამ მე მინდა გამცეს პასუხი რატომ მომიკლა მისმა რეჟიმმა უდანაშაულო ძმა. მე ერთხელ უკვე მიუმართე ტელევიზიით მას წერილი გაუგზავნე. მაგრამ პასუხი არ გამცა. იქნებ ეხლა მაინც გამცეს პასუხი. რატომ? მარტო ჩემი ძმა არ იყო ეს. ჩემი ძმისთანა ძალიან ბევრი არის და ძალიან ბევრი დედა არის ატირებული და ბევრი ოჯახი, აი ისი ამოწყვეტილი, როგორც ჩემი ოჯახი არის ეხლა ამოწყვეტილი, რომ იმას გვარის გამგრძელებელი და არავინ არ დარჩა. აი ესე მომისპო ძმა, რატო? მინდა რომ იპასუხოს. უკაცრავად ან იმათმა მაინც გიპასუხონ, ვინც სააკაშვილის დემოკრატიის შუქურას უწოდებდა და დღემდე უწოდებს. არა, არავინ. ელჩები იქნებიან თუ ნებისმიერი უცხოელი თუ აკაური პოლიტიკოსები, ვინც დღემდე უწოდებს სააკაშვილს და ნაცმოძრაობას ევროპული ღირებულებების მქონე პოლიტიკოს და პოლიტიკურ პარტიას. ის სავარაუდოდ არ ვიცი გიპასუხებ თუ არა, ალბათ არა, იმიტომ რომ 4-ჯერ მიმართეთ და არ გიპასუხავთ, მაგრამ იქნება აი ელჩებმა გიპასუხონ. ვისაც მიაჩნია დღემდე რომ აი სააკაშვილი რომელიც რეჟიმმა თქვენ ძმა მოგიკლა და კიდე ბევრი ადამიანები ზოგი მოკლა და ზოგს ქონება წაართვა და 1000 უბედურებაში გაყვია. ქვეყანა აი იმათმა მაინც გიპასუხონ. უკვე მე რამდენი ხარ თქვენ არ ვიცი 100 მე რამდენი რომელიც აქ მოვიდა კომისიაზე და თავისი ოჯახის წევრის სიკვდილს წამებას და უბედურებას ყვება, იმიტომ რომ ისინი ვერ მოყვებიან, რადგან გარდაცვალებულები არიან, თორემ ამის წინ ვინც იყო თავის უბედურებას კიდე ბევრი ადამიანი ყვება. ადგილას, სადაც დაუშვათ არიან მსჯავრდებულები. არ მინდა უსურვო, მაგრამ კი ბატონო. მაშინდელი ციხე და დღევანდელი ერთია და იქ უნდა იყოს, მაგისი ადგილი არის იქ. კი ბატონო, ჩვენ ამაში გეთანხმებით, რომ სააკაშვილის ადგილი არ არის ვიმამეთში. მისი ადგილი არის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. ქალბატონო გიული, მე მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამთ, იმიტომ რომ ყველა დრო ამოგვეწურა სამწუხაროდ და სადღაც 5 წუთში ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი თავარი არ ხდომა. მithქვავს ქალბატონო თია. დავხუროთ კითხვას დაგისვამთ და ის მთავარიც უკვე უნდა ბრძანოთ დროა. თქვენ თქვით რომ იმიტომ რომ ამდენ უბედურებას რო ვისმენთ, რაც ერთი ადამიანის თავს მთელმა სახელმწიფომ დაატრიალა, ჩნდება კითხვა რატომ. გაკვირთ კი თქვა თავში, მაგრამ ეს ახსნას ცოტა მეტად საჭიროებს, თუმცა მოკლედ. თქვენ ახსენეთ სიტყვა ცელქობა. რომ რა ეგონა, აბა რომ ცელქობდაო. რას გულისხმობდა პროკურორი ცელქობაში? რა დააშავა ბრჭყალებში თქვენმა ძმამ ისეთი მიუღებელი სააკაშვილის რეჟიმისთვის, რომ რეალურად დააპატიმრეს უდანაშაულო ადამიანი და ციხეში მოკლეს ცემით. მხოლოდ ის, რომ მომიტინგები გადმოხავდა აქციაზე. თბილისში მიმდინარე აქციებზე, დიახ. თავისივე სამარშრუტო ტაქსით, დიახ. ეს იყო მეტი არაფერი მას ეგ ჩაუთვალა ცელქობად. მაგრამ თქვენ მას ხმას აძლევდით როგორც პარტიას, ხომ, ნაციონალურ მოძრაობას. პირადად თქვენ. როცა იყო არჩევნები? დიახ, რა თქმა უნდა, აბა. ანუ თქვენ რეალურად ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი იყავით. რა თქმა უნდა. და ამიტომაც იყო 2011 წელს გაკვირვება რომ დადგა. რომ ასე როგორ იქცევა ჩემივე ნდობა გამოცხადებული პარტია. 2003-ში რომ მოვიდა პრეზიდენტად, მთელი ამბით აღარ ვიცოდით რა გვექნა და იმიტომ ვიყავი გაკვირვებული, რანაირად შეიძლება რომ შენ ამომრჩევენ, შენ მოქალაქეს, საერთოდ ყურადღება არ მიაქციო, არანაირად. ძმა მოუკლა ციხეში, გასაგებია. უბრალოდ მოკლა. ბრძანეთ რისი თქმაც გინდოდათ და თუ შეკითხვები არ იქნება, ბატონ სოზარს უნდა რაღაცის თქმა და შემდეგ დავხუროთ. როგორ არ თქვა, მადლობა. როცა შეიცვალა ხელისუფლება, დავიწყე მე ისევ ის ჩემი განცხადებების დაწერა და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი და მივესალმები ამას და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის. ამ დეპარტამენტში დავწერე განცხადება, შეისწავლეს ჩემი ძმის საქმე და 2019 წლის 17 ივლისს უკვე სახლში მომიტანეს განაჩენი, რითაც ჩემი ძმა გამართლდა, მოხდა მისი რეაბილიტაცია, გამოძიება ჩატარდა. ეს იყო კიდევ ერთი სიკვდილი ჩემთვის, როცა ის განაჩენი წავიკითხე. განაჩენით
სცენარი იყო დაწერილი, მოცემული ამ განაჩენში. და აი ამ სცენარის დამწერი იყო ხუტა პაჭკორია. კახეთის ფინანსური პოლიციის, ისევ ფინანსური პოლიციის სამმართველო საგამოძიებო, შეიძლება სწორად ვერ ვაფორმულირებ, სამმართველოს უფროსი, რომელმაც დაიბარა ეს ქალბატონი ჩოუშიანი, დაწერა ეს სცენარი, დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო, როგორ უნდა მისულიყო ჩემს ძმასთან, ეს ზედნადები როგორ უნდა მიეტანა, როგორ უნდა ესაუბრა, რომ დაეყოლიებინა ჩემი ძმა, რომ დათანხმებულიყო და ამის შემდეგ ზუსტად ეს სცენარი რაც დაწერა, ხუტა პაჭკორიამ მშვენივრად შესრულდა. და ქალბატონმა ამ სცენარის შემდეგ, როცა ჩემი ძმა უკვე დააკავეს, 700 ლარი მისცა ხუტა პაჭკორიამ, 700 ლარი გადაუხადეს ამ ქალბატონს. ანუ ხუტა პაჭკორიას დავალებით დიახ. ვინმე ქალბატონმა ჩუვოშიანმა 700 ლარად გააუბედურა ოჯახი. და არა მარტო. მოკლეს კაცი ცემაში. ჩვენი ოჯახი, ვანო მერგემლიძის გამომძიებლის ჩვენება არის. და ის პირდაპირ აღნიშნავს, რომ ამ ქალის მიერ ჩემს საქმეში ეს ქალი ბევრჯერ ფიგურირებს და ეს თავიდანვე აღნიშნებ, ჩემ ძმასაც ხო უთხრა უკვე მე-7 მძღოლი ხარო. თქვენი ძმა რომ გამართლდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პაჭკორიადან დაწყებული კიდევ არაერთი ადამიანი იყო უდანაშაულო ადამიანის გაუბედურებაში, წვლილი ჰქონდა, სამართლებრივად რომ არ თქვა, ასე ვიტყვი, წვლილი ჰქონდა. მათ წინააღმდეგ იყო რაიმე პროცედურა განხორციელებული? სამწუხაროდ არა. არა. მე დავწერე განცხადება, შევიტანე პროკურატურაში. და ვითხოვდი, რომ პასუხი ეგოთ კანონის წინაშე. მე-6 წელი არის. ელოდებით პასუხს. ველოდებით პასუხს. გავაგზავნე პასუხს, მომივა დაკოპირებული ერთი და იგივე მიმდინარეობს გამოძიება. როგორ ხუტა პაჭკორიამ არ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი უდანაშაულო ადამიანის დიახ თვითო პროკურატურას უწერია სცენარი მისი იყო უწერია ეგ დაგვიტოვოთ რა თუ გაქვთ აი რაც პროკურატურიდან მოგვივიდათ გამამართლებელი ან ჩვენთან არ განცხადება მაქვს მე აქ შემოტანილი და იქნებს მაგრამ მოგაწყვეტ კიდე არა თუ არის რაც გვაქვს ის აღარ გვჭირდება თქვენ კი რაც არ გვაქვს ან დაგვიტოვეთ ან მოგვაწოდეთ ან ჩვენვე გამოვითხოვთ პროკურატურიდან არ იქნება პრობლემა მიმდინარეობს გამოძიება და კი ბატონო იქნებ 13 წლიანი ჩემი ეს ბრძოლა რამენაირად ხო კარგია რომ ამ ბრძოლამ რომელსაც გარდაცვალების მერეც, ну ასე უნდა ვთქვათ, დაზარალებულისთვის აქვს აზრი, იმიტომ რომ ის კი ვერ გააცოცხლებს ბატონ გიორგის, მაგრამ დაზარალებულს თავისი კონკრეტული უფლებები აქვს, მან უნდა იცოდეს სიმართლე და ასე შემდეგ. უამრავი ჩამონათვალია დაზარალებულის უფლებების, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებში, ასევე ჩვენს კანონმდებლობაში. კარგია რომ გამამართლებელი განაჩენი დადგა, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს საკმარისი არ არის უფლებების აღსადგენად. ბატონის ოზარი და სხდომა უნდა დავხუროთ თქვენის ნებართვით. 2012 წლის 1 ოქტომბერმა და თქვენმა ბრძოლამ ის შედეგი გამოიღო, რომ ნაწილობრივ მაინც ახსულდა სამართალი, ოღონდ მხოლოდ ნაწილობრივ ამაში ნამდვილად გეთანხმებით. ეხლა უბრალოდ მინდა რამდენიმე სიტყვა თქვა იმაზე, რაც ხდებოდა და რასაც ვისმენ, მთელი ეს უკვე რამდენიმე თვეა და მანამდეც ბევრი რამე ვიცოდით. ხო, ეს არ იყო უბრალოდ ხელისუფლება, რომელიც დანაშაულს ჩადიოდა იმისთვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა რაღაც მიზნებისთვის მიეღწია. დანაშაულებრივი გზით რაღაც მიზნებისთვის მნიშვნელობა აქვს, კარგი იყო ეს მიზანი თუ ცუდი. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი გამოსვლას, რომლებიც ყვებოდნენ, რომ ადამიანებს აწამებდნენ, ამის ყველაფრის გადაღება ხდებოდა ვიდეოზე და გვაქვს ის ინფორმაციებიც, რომ ხშირად მე ამას უყურებდნენ კაბინეტებში და არ ვიცი, ტყმებოდნენ თუ რას განიცდიდნენ ამის დროს. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ კრიმინალური ხელისუფლება, უბრალოდ დამნაშავე რეჟიმი, ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეიყარდნენ ერთად სადისტები, რომლებსაც სიამოვნებდათ ადამიანების წამება და ადამიანები, რომლებიც დღეს ამ რეჟიმს ამართლებენ, რომლებიც დღეს
მზად არიან იგივე გაიმეორონ. ისინი უბრალოდ თანამოაზრეები კი არ არიან ამ სადიზმის, ისინი თანამონაწილეები არიან შინაგანად და თანამოაზრეები არიან ამ სადიზმის და ეს უბრალოდ მინდა კარგად გაითავისოს ყველამ ჩვენმა საზოგადოებამ. მართალი ბრძანებთ თქვენ შიგნითაც და გარეთაც, ვინც ამას ამართლებს, ის მისი თანამოაზრე და თანამონაწილე ამ სადიზმის. ქალბატონო გიული, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ რომ არსებობთ თქვენ. ჩვენ ქართული ოცნების პოლიტიკური ნების შედეგად შევიქმნით როგორც კომისია ძალიან ბევრი საქმე მოვისმინეთ. 100-ჯერ უფრო მეტი საქმე იქნება, რომლის მოსმენას ჩვენ სავარაუდოდ ვერ მოვასწრებთ, იმიტომ რომ მასშტაბი იყო ძალიან დიდი იმ ჯოჯოხეთის, რომელიც სააკაშვილმა ჩვენს ქვეყანაში დაატრიალა. მაგრამ ის საქმეები, რასაც ვისმენთ და ის ანგარიშები, მტკიცებულებები, რაც საჯაროს ხდომების მიღმაც შესწავლის პროცესშია, ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ საფუძვლიანი დასკვნა დაიდოს, ამ დასკვნაში თქვენი ძმის საქმე, რა თქმა უნდა, იქნება და ბევრი სხვა მსხვერპლის საქმეც, რომელმაც საფუძველი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი უნდა შექმნას იმისათვის, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ისინი არასდროს აღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არჩევნების გზით ერთ დღეს წავა ხელისუფლებიდან, ასეთია დემოკრატიული პროცესი, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ჩვენ ჩაგვანაცვლონ ჩვენზე უკეთესებმა, ვინც ქვეყანას კიდევ უკეთესად მართავს, კიდევ უფრო განავითარებს და წაიყვანს წინ და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ის, რომ ჩვენი ოჯახები დაბრუნდნენ წარსულში და ყველა დას, როგორც თქვენ გაიარეთ ეს ჯოჯოხეთი, ეშინოდეს იმის, რომ მის დაუოჯახებელ ძმას, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს, ციხეში მოკლავენ ცემით. აი მის არავის აღარ უნდა ეშინოდეს. უდანაშაულო ადამიანს, რომელსაც საერთოდ არაფერი არ დაუშავებია. დამნაშავესაც კი აქვს თავისი უფლებები და ის რომ მოსამართლის მიერ მისჯილ სასჯელს ციხეში იხდის, ის ამ სასჯელს უნდა იხდიდეს სამართლიან სასჯელს ღირსეულ პირობებში. არამც თუ უდანაშაულო ადამიანი წამოაგო პროვოკაციაზე, დააბრალო ის, რაც არ ჩაუდენია და ცოცხალი ადამიანი გაშიშვლებული ციხეში მორგში ამყოფო მიცვალებულებთან ერთად და ცემაში დაღუპო. მადლობა მობრძანებისთვის და რაცაც ჩათვლით საჭიროთ, რომ უნდა მოგვაწოდოთ და განსაკუთრებით ფოტოები. თქვენ ბრძანეთ, რომ გაქვთ ფოტოები თქვენი ძმის სანამ შევიდა ციხეში და რა მდგომარეობაში გამოვიდა ციხიდან. ეს ყველაფერი იქნება 2 დღის ვადაში მოგვაწოდოთ თუ შეიძლება.